გამარჯობა ჩემო მეგობრებო, გამარჯობა ჩემო მაყურებელო, ვინც იცით და ვინ ჯერ კიდევ არ იცით, დღეს მორიგი ვიდეო გამწევდა, რომლითაც სხვებთან ერთად ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გასაჯაროები დამემუქნენ, თუ ქვეყანას არ დავტოვებ. მოგესალმებით ყველას, ვინც ბოლო 2 წლეულზე მეტია მიყურებთ და მისმენთ, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ის, რასაც ამდენი წელია ვაკეთებ. მოგესალმებით თქვენს, ვისაც ასე ძალიან გინდათ, რომ მე ახლა აქ არ ვიჯდე. მოგესალმები შენ, ვისაც ასე ძალიან გინდა, რომ შანტაჟის შიშით ქვეყანა დავტოვო და ჩემს საქმეზე უარი ვთქვა. იმიტომ რომ შენ კომფორტულად იგრძნო თავი. მე ინგა ვარ გრიგოლია, ქალი, შვილი, დედა და მეგობარი. მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება. ხოლო თქვენ კი ვინ ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევ, თავს შევაკლავ, ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში მრავალი წლით აღმოჩნდეთ ამ კადრების გადამღებიც და განმახორციელებელიც. წლების წინ მე ჩემი შვილის მოკლის მუქარამ ვერ გამაჭერა და ვერ გამაჩუმა და ეს გამოუძიებელი საქმე ამ დრომდე გამოუძიებელი იდო სოჭში. თუმცა არასდროს ამაზე პირდაპირ ეთერში არ მისაუბრია. აი ეხლა კი გადავწყვიტე, სწორედ პირდაპირ ეთერში ღიად გავხსნა თემა და პირობა დავდო, რომ ბოლომდე ჩავყვები ჩვენი უფლებების დაცვას და ვერანაირი შანტაჟით ვერ გამაჩუმებთ. მე იმ თაობის ჟურნალისტი ვარ, რომელიც თაობაც ამ სახელმწიფოსთან ერთად, ამ პოლიტიკოსებთან ერთად გაიზარდა. მე იმ თაობის ჟურნალისტი ვარ, ვინც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მოხვება ამ სახელმწიფოს. მე და ჩემი კოლეგები იმ თაობის ჟურნალისტები ვართ, რომელსაც ყველაფერი ნანახი გვაქვს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ის რაც ვნახეთ ჩვენი თვალით, ის პროცესები, რაც ჩვენ გავაშუქეთ, ჟურნალი ყოფილა. თურმე 2016 წლის 14 მარტი წინ მქონია. დღეს 2016 წლის 14 მარტია. ალბათ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღევანდელი დილა მუქარით გათენდებოდა, ამ ტიპის მუქარით. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ მუქარის შესახებ არც მეტი, არც ნაკლები ჩემი შვილისგან გავიგებდი. ჩემი შვილისგან, რომელიც ამ სახელმწიფოსთან ჩვენთან ერთად გაიზარდა. შენ თუ თქვენ, ვისაც ასე ძალიან გინდათ და გინდა, რომ მე ახლა ამ ეთერში არ ვიჯდე, ქვეყნიდან წავიდე, გაგიკვირდება და არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და ნერვიულობას ამ თემაზე. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მსგავსი შანტაჟის და მუქარის არ მეშინია და არც გაჩუმებას ვაპირებ და უფრო მეტად მოვედი ბრძოლის განწყობაზე. არსა წასვლას არ ვაპირებ. დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც აქამდე შეგიშინებიათ. მე ღიად ვხსნი ამ თემას. დღეს 2016 წლის 14 მარტია. თბილისიდან 2-3 საათის საფრენზე ანკარაში 34 უდანაშაულო ადამიანი ალბათ ყველაზე დიდ ბოროტებას ტერაქტს შეეწირა. ჩვენგან რამოდენიმე 1000 კილომეტრში სირია ცეცხლის ალშია გახვეული. სოფლიოს მომავალი ბედი წყდება და ამ დროს აქ თბილისში ვიღაც აფეთქების გარეშე ტერაქტებს გვიწყობს. მე ინგა გრიგოლიას კი არა, ჩემს შვილ მარიამს კი არა, ჩემს ოჯახს კი არა, ჩემს მეგობრებს კი არა, პოლიტიკოსებს კი არა, ყველას გვიწყობს, ვინც ახლა მიყურებს ან არ მიყურებს. ყველას, ვინც ახლა ბაზრობაზეა ლუკმაპურის საშოვნელად, მეტროს მემანქანეს, რომელიც დილის 5 საათიდან გვირაბშია. იმათ, ვინც ახლა ჯარიაშენში საკუთარი თვალით უყურებს სოციალ ოკუპაციას, იმათ, ვინც დღეს დილით ბავშვები ბაღში და სკოლაში მიაცილა. აი იმათ, ვინც ახლა მერხებთან ზის და სწავლობს, რომ მერე უკეთეს საქართველოში იცხოვროს. იმათ, ვინც დღეს უნივერსიტეტში საპროტესტო აქციებზე დგას. იმათ, ვისაც დღეს პაემანი აქვს საყვარელ ადამიანთან. იმას, ვინც დღეს ბანკში კრედიტი გადაიხადა. იმათ, ვინც საგაზაფხულო ხვნათესისთვის ემზადება, ვინც საკრებულოში, გამგეობაში, სამინისტროებში, წარმატებულ კომპანიებში მუშაობენ. იმ რაგბისტებს, ვინც 2 დღის წინ რუსეთი კიდევ ერთხელ დაამარცხეს. იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ახალი მწვრთნელი ეყოლებათ. იმ მომავალ დედებს, რომლებიც ახალი სიცოცხლის მოლოდინში არიან. ყველას იმას, ვისაც გონია, რომ ეს მას არ ეხება. ეს პირადი ტერაქტი ჩვენ ყველას ერთად გვეხება. ამიტომ არ ვაპირებ მე გაჩუმებას. ჩემი შვილის, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის და უფლებებისთვის ბრძოლა სწორედ ახლა იწყება. დღეს 2016 წლის 14 მარტია. გამარჯობა, მე ინგა გრიგოლია ვარ და ვიწყებ. დღეს ბევრი სტუმარი გამოთქვამს საკუთარას, თუმცა მანამდე მოდით ერთად მოვისმინოთ, რა შეფასებები გაკეთდა ახალ ვიდეო კადრებზე საქართველოს პარლამენტში.
უსასტიკესად იყვნენ ის ადამიანები, გამოვლენილები და დასჯილები, ვინც ფედავს ასეთი ტერორის მოწყობას სახელმწიფოსათვის. საზოგადოების ჩვენი მხრიდან ყველაზე სწორი რეაქცია იქნება პირველი ის, რომ არ ვნახოთ ასეთი სიბინძურე და მეორე მე ვფიქრობ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ადგილი ექნება ფაბრიკაციას და პატიოსანი ადამიანებისათვის სახელის შებრალვის მცდელობას. თუ ატვირთვა მოხდა თქვათ საქართველოში. თუ ატვირთვა მოხდა თქვათ უცხოეთ, ნაკაც მთელი რიგი ტექნიკური სირთულეებია, შესაბამისი სამართლებრივი მხარდაჭერის გარეშე ჩვენ გაგვიჭირდება ამის დადგენა. აქედან გამომდინარე, თავისთავად არავინ არ მოვითხოვს იმას ვამბობ, რომ თანამედროვე ციფრულ სამყაროში ამის აბსოლუტური ბლოკირება შეუძლებელია. ეს არის გამოცხადებული ომი ხელისუფლების წინააღმდეგ, საზოგადოების წინააღმდეგ. ამას აკეთებენ კარგად ორგანიზებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები ან გარკვეული პოლიტიკოსთა კარნახით აშკარად ეს პოლიტიკური საქმეა. ეს არ არის ვიღაცა გარკვეული ბინძური აღზნებული ნაზირლების გაკეთებული საქმე. ეს არის წმინდა პოლიტიკურად მომართული, მიზანდასახული და უნდა დაიწყოს შესაბამისი ქმედება. ხელისუფლების უპირველესი ვალი არის უმთავრესი მოვალეობა ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდეს ამ ფაქტების გამოძიება და იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებმაც მოახდინეს ამ ჩანაწერების ჩაწერა უპირველეს ყოვლისა და შემდეგ უზრუნველყვეს გავრცელება. თქო სერიალებია დაანონსებული, ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ იმას, რომ მიუხედავად გამოხატული აღშფოთების სახელმწიფოების მხრიდან პრაქტიკულად ვერაფერი ვერ გაკეთდა, ვერაფერი ვერ მოხერხდა, ის რომ YouTube რაღაცას დაბლოკავს, ეს YouTube-ის დამსახურებაა და არა შესაბამისი ეს თქო სამსახურების, ამიტომ დღეს ტექნოლოგიური საშუალებები იძლევა იმის თქო არეალს, რომ რაც შეიძლება აქტიურად და სწრაფად მოხდეს ჩარევა. ეს ეკეთება პოლიტიკა საქართველოში. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენ სახელმწიფოებრიობაზე დადებითად იმოქმედებს. ჩვენ ვფიქრობ, რომ ამგვარი ტიპის სახელმწიფოს არ ვაშენებთ და პირდაპირ შეტევა არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე. აქედან გამომდინარე, მე მინდა იმედი დავუტოვო კიდევ, რომ ხელისუფლება გადადგას გადამწყვეტ უსწრაფეს ნაბიჯებს ამ მარაზმის გამოძიების თვალსაზრისით და შესაბამისი პასუხი გაეცემა იმას, თუ რა ხდება დღეს. სირცხვილია ამგვარ მარაზმში უბრალოდ ცხოვრება, პოლიტიკას და სხვა ყველაფერს თავი დავარქვა. აკომპრომიტირებელი კადრების გავრცელება გრძელდება, ეს სიბინძურე მორალური ტორეული გრძელდება და მთავრობა არაფერს არ აკეთებს ამის შესაჩერებლად. მეტიც ჩვენ უნდა გავახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლისთანავე იწყება კადრების, მსგავსი კადრების გავრცელება. ესეც უნდა გავახსენოთ, რომ ეს არის მეთოდი, რომელთაც რუსი ოლიგარქები ებრძოდნენ ერთმანეთს. ჩვენ თემას საზოგადოება უნდა დავასრულოთ ეს. ჯერ იმ კადრების გამოძიების მოლოდინში ვიყავით, რომელიც გავრცელდა პარასკევს, თუმცა დღეს დილით უკვე როდესაც გავიღვიძეთ, დაანონსებული და დაბლარული კადრები გავიდა, სადაც მუხარა არის ასეთი, თუ არ წახვალთ ქვეყნიდან, თუ არ წახვალთ პოლიტიკიდან, რაც საკვირველია. მე არ დავასახელებ არც ერთი იმ პოლიტიკოსის გვარს ახლა ჩემს პირდაპირ ეთერში, ვიზეც პირადი ცხოვრებით შანტაჟი და მუხარა აი ამ ვიდეო რგოლით გახდა ცნობილი, მაგრამ მე ვასახელებ ჩემს სახელს და გვარს. დიახ, მე ვარ ინგა გრიგოლია და მე მემუქრებია, რომ ჩემზე არსებობს ფარულად გადაღებული ვიდეო კადრები, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს შეიცავს. ვინმე თუ ეჭვებარებოდა, რომ ინგა გრიგოლიას ჰქონდა პირადი ცხოვრება, ეს მისი პრობლემაა, თუმცა ძალიან საინტერესოა, როდესაც სახელმწიფოში ასეთი ტიპის ტერორი მიდის. ეს არის მე ვთვლი ძალიან სერიოზული ტერორი და არაფრით არ ჯობია ფიზიკურად განხორციელებული ტერაქტი ამ ტიპის ფსიქოლოგიურ და მორალურ ტერორს. თუმცა მე მინდა უთხრა მათ, ვინც მე მასშტაჟებს, მე ვარ ძალიან კერკეტი კაკალი, ასე რომ ეხლა უფრო მეტად, როგორც არასდროს ისე მინდა ვიმუშაო პირდაპირ ეთერში და ყველაფერზე ვილაპარაკო. ისევე თამამად და თავისუფლად, როგორც ამას აგერ უკვე ბოლო 2 ათეული წელია ვაკეთებდი. ელისო კილაძე, ჟურნალისტი, ქრონიკა პლუსის რედაქტორი იყო პირველი, ვინც დაანონსა, რომ შემდეგ ფირებს ჟურნალისტებზე გამოაქვეყნებენო. რამდენიმე წუთში მე ელისოს უნდა დაუსვა ეს შეკითხვა, საიდან მქონდა მას ეს ინფორმაცია და როგორ ახდა ეს ინფორმაცია, აგერ ვარ ცოცხალი ინგა გრიგოლია, რომლის ფირების დაანონსებაც მოხდა დღეს დილით. მანამდე კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან გვერდთვება ან
ნაცვლიშვილი, მე მას მივესალმები. ძალიან დიდი მადლობა ანა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე ბრძოლისთვის ვარ მზად, როგორც არასდროს, ისე მოტივირებული ვარ დღეს, რომ მე ვიბრძოლო იმ უსამართლობის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათევლის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს ამ ქვეყანაში ადგილი. ამიტომ მე ღიად გავხსენი ეს თემა, კი? ალბათ აქვს ჩემი პირადი ცხოვრების კადრები, იმიტომ რომ მე მთელი ცხოვრება მაქვს ჩემი პირადი ცხოვრება, მაგრამ ეს არის მთელი ერის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ტერორი. როგორ ფიქრობთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და როგორ უნდა შევებრძოლოთ ამ ყველაფერს? ინგა მე დილით ნახე თქვენი Facebook სტატუსი და ეხლაც ძალიან ყურადღებით გისმენდით. თქვენ ხართ ძალიან მაგარი, ძლიერი პიროვნება და ძლიერი ქალი. და ცალსახად მისასალმებელია და ძალიან დიდი გარდატეხის შეტანა შეუძლია თქვენს ამ მესიჯს ამ ფსიქოლოგიურ ბრძოლაში. მაგრამ სამწუხაროდ მე ეჭვი მაქვს, რომ ყველა ადამიანი ვერ გააკეთებს იმას, რაც თქვენ გააკეთეთ სხვადასხვა მიზეზების გამო და სწორედ ამაზეა გათვლა იმ ადამიანების თუ ადამიანთა ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ამ ტიპის ჩანაწერებს აკეთებენ და შემდეგ უკვე მათით ცდილობენ აშანტაჟონ კონკრეტული პიროვნებები და შანტაჟში და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ყავდეთ მთელი საზოგადოება. ამისთვის გჭირდება ჩვენ სახელმწიფო, რომ ადამიანებმა არ იგრძნონ თავი დაუცველად და ყველაზე უფრო ინტიმურ სფეროში არ იყოს ადამიანი ღირსება შებრალული იმით, რომ მას უთვალთვალებს სახელმწიფო. ვის როგორი პირადი ცხოვრება აქვს, ეს არის ყველა ადამიანის საკუთარი გადაწყვეტილების და არჩევანის სფერო და სახელმწიფომ ამას უნდა სცეს პატივი. მაგრამ აქ არის ძალიან ვერაგი გათვლა ამ ტიპის ჩანაწერების გაკეთებით და გავრცელებით. ესე იგი, ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ, მათ ამოძრავებთ კონკრეტული მიზნები. ამ შემთხვევაში ამ პირების განეიტრალების ძალიან მკაფიო მიზანი. მაგრამ მათ თვითონ ამის გაკეთება არ უნდათ, ან არ შეუძლიათ და უნდათ, რომ ამ ყველაფერში ჩაითრიონ საზოგადოება და საზოგადოების ხელით ჩაქოლონ და გარიყონ ეს ადამიანები. ამიტომ ადამიანებს უნდა ეყოთ გონიერება და დარწმუნებული ვარ რომ ეყოფათ, იმიტომ რომ ის ერთსულოვნება, რომელიც აქამდე ფიქსირდება საზოგადოების მხრიდან, არის ძალიან მნიშვნელოვანი და აჩვენებს, რომ საზოგადოება გაიზარდა და მას აი ესე მარტივი საკითხებით ვეღარ გამოკვებავენ და ვეღარ დააბრმავებენ. ამიტომ საზოგადოება არ უნდა გახდეს იარაღი ამ ჯგუფების ხელში ადამიანების მოკლის და ამ მეთოდებით საზოგადოებრივი პროცესების მართვის. თანაც არა ამ ქვეყნის სასიკეთო მიზნებისთვის მართვის. და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა, რასაც აქამდე სამწუხაროდ ვერ ვხედავ. სახელმწიფო არის ძალიან ბევრი საგანგაშო სიგნალი, თუ შეიძლება. რამდენად ქმედით უნარიანი არის დღეს სახელმწიფო? რამდენად შეუძლიათ სახელმწიფო ძალოვან სტრუქტურებს, ვისაც ეს ეხება, რომ აღკვეთონ ეს ყველაფერი, ეს მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი? ინგა ძალიან საინტერესოა, რომ აქამდე ძალოვანი უწყებები არ ჩანან საჯაროდ და განცხადებებს მხოლოდ აკეთებენ პოლიტიკოსები, თანაც ეს განცხადებები ძირითადად მიმართულია იქეთკენ, რომ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ეს რთული გამოსაძიებელი დანაშაულია და რომ ეს ასე მარტივი საქმე არ არის. ამიტომ კამპანია ეს შენგეხება მოითხოვა პრემიერ-მინისტრთან და სამართალდამცავი უწყებების პირველ პირებთან შეხვედრა, სწორედ იმიტომ, რომ გავიგოთ, რას აკეთებს სახელმწიფო, რას აკეთებდა აქამდე, რა გეგმები აქვს მას ამ ტიპის დანაშაულის გამოძიების და პრევენციისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებას ჰქონდეს სპეციალური ფორმატი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ნდობის ხარისხი, რომელიც ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს აქვს, ამ ტიპის დანაშაულის გამოსაძიებლად მათ მაინც და მაინც ვერ გამოადგებათ. საზოგადოებაში ისინი მაღალი ნდობით არ სარგებლობენ. მეორე არის, რაზეც აპელირებენ პოლიტიკოსები, შესაძლებლობები, იმიტომ რომ ამბობენ, რომ ეს რთული დანაშაულია. თუ ეს რთული დანაშაულია, არსებობენ ქვეყნები, არსებობენ ექსპერტები, რომლებსაც აქვთ გაცილებით უფრო დიდი გამოცდილება ამ ტიპის დანაშაულის გამოძიების და ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მათი ჩართულობაც იყოს უზრუნველყოფილი გამოძიების პროცესში. მაგრამ ინგა, რასაც ვამბობდი, აქამდეც იყო არაერთი საგანგაშო სიგნალი, რომ ხელისუფლება კვლავ უსმენდა და იღებდა ადამიანებს, მათ შორის პირად ცხოვრებას. ამაზე გააკეთეს კომენტარები თქვენმა კოლეგებმა, საჯარო ცნობილმა ადამიანებმა და აქამდე პასუხები ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან იყო სრული იგნორი ან დამცინავი პასუხი და ძალიან არაადეკვატური რეაგირება. ასევე არაადეკვატურია რეაგირება, რომ ქვეყანაში ასეთი რამ ხდება, დღეს უკვე ძალიან
ფართო მასშტაბი შეიძინა ამ საფრთხემ და ყველა ხედავთ სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესი. სადამდე შეიძლება მივიდეს პარლამენტს რომლის წინაშეც რომლის წინაშეც ანგარიშვალდებული უნდა იყვნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არ მოუთხოვია მათთან შეხვედრა იმის მოსასმენად რომ იცოდეს საქართველოს პარლამენტმა რომლის წინაშეც ძალოვანები არიან ანგარიშვალდებული კანონის მიხედვით რა კეთდება იმისათვის რომ მოხდეს ეფექტური გამოძიება და იმისათვის რომ მოხდეს შემდგომი კადრების გავრცელების პრევენცია. პარლამენტის როლი აქაც სამწუხაროდ როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში საერთოდ არ იკვეთება და ესეც მიუთითებს ძალიან სერიოზულ სისუსტეზე და ხარვეზზე რომელიც ამ სახელმწიფოს აქვს. ხარა შეკითხვა გქონდათ ინგა და ვეღარ დიახ, არა, მე ერთი კითხვა მინდა ანა რომ დაგიშვათ გარდა დაუშვათ საზოგადოებრივი პროტესტისა. დაუშვათ ჩვენ ყველა ერთად შეიძლება ვიბრძოლოთ უფლებებისთვის, სხვების უფლებებისთვის, ჩვენი უფლებებისთვის, მაგრამ არსებობს რეალური მექანიზმი, აი თქვენ თუ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ეს გააკონტროლოს, როცა კიბერდანაშაულზე არის საუბარი, როცა ინტერნეტზე არის საუბარი, ასე შემდეგ. როგორ შეუძლია ეს რომ სახელმწიფო აღკვეთოს? ინგა სამწუხაროდ მე არა მაქვს სათანადო ექსპერტიზა რომ ძალიან კონკრეტული რეცეპტი შემოგთავაზოთ ან თქვენ ან სახელმწიფოს, მაგრამ მე ვხვდები რომ ამ ტიპის დანაშაულს სჭირდება ძალიან კომპლექსური მიდგომა და სახელმწიფოს სჭირდება კონკრეტული სტრატეგია. სწორედ იმიტომ რომ ეს არის განსაკუთრებული ტიპის დანაშაული გაუმკლავდეს მას. ჩვენ ვიცოდით, ყველა მიცოდა საზოგადოებაში ეს იყო მოარული დადასტურებული ხმები, ესე რომ ვთქვათ, რომ ამ ტიპის კადრები არსებობდა ორიგინალები, არსებობდა დუბლიკატები, რომ ისინი მობილურიდან მობილურში გადადიოდა და ადამიანებმა ამის შესახებ იცოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ამ ყველაფერზე აქამდე ქმედება იყო ძალიან არაადეკვატური, თითქმის არ არსებობდა პასუხი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დავიწყებას ვერ მიეცემა, რაც არ უნდა დისკომფორტს იწვევდეს ვიღაცაებისთვის, რომ სისტემური დანაშაული, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2012 წლამდე, დარჩა დაუსჯელი და სწორედ აი ამ დაუსჯელობამ და აი ამ დაკანონებამ უკანონობისა სასტიკი დანაშაულისა, როდესაც სახელმწიფო უთვალთვალებდა და იწერდა ყველა მოქალაქეს კონკრეტული მიზნით, რომ ისინი გაენეიტრალებინა, გაეჩუმებინა და გაერიყა აქტიური ცხოვრებიდან, სწორედ აი ეს დანაშაული დარჩა დაუსჯელი. მე მინდა საქართველოს მოქალაქეებს თქვენს მაყურებელს, ვინც ახლა გვიყურებს, მივმართო შემდეგი სიტყვებით. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 2012 წელს სახელმწიფოს მხრიდან ამ ტიპის მმართველობას უთხრა მკაფიო არა. და მაშინ ჩვენ ეს არ მოგწონდა და ამაზე საზოგადოება შეთანხმდა. მაგრამ დღეს სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ვიღაცაებს შეიძლება ეს უკვე მოსწონთ, რადგან არ ვიცი რატომ შეიძლება ეს მოგწონდეს თუ 2012 წლამდე ამ ტიპის სახელმწიფო იყო მიუღებელი, რა შეიცვალა დღეს და რატომ შეიძლება დღეს მოგწონდეს ამ ტიპის მეთოდებით სახელმწიფოს მხრიდან თუ ვიღაცების მხრიდან ადამიანების ტერორი. მადლობა ანა, მე კიდევ ერთი დიახ, თქვენ გადადიხართ ეხლა მიდიხართ შესახვედრად პრეზიდენტთან და საინტერესო იქნება ამ შეხვედრის შემდეგ უკვე თქვენი განცხადებების და კომენტარების მოსმენა. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ და კიდევ ერთი პატარა რეპლიკა თუ არის შესაძლებელი, ინგა ბოდიშს ვიხდი. ამ ტიპის ჩანაწერებს აგროვებდნენ გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის დროს და შემდეგ უკვე როდესაც დაინგრა ეს რეჟიმი და შემდეგ უკვე დემოკრატიული რესპუბლიკაც დაინგრა, ეს არქივი იყო ხელმისაწვდომი. ამასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი საინტერესო ფილმი და ერთ-ერთი არის სხვათა ცხოვრება, რომელიც ძალიან კარგად აჩვენებს, როგორ ხდება საზოგადოების ჩათრევა იმ ორებში, რომ იცხოვროს სხვისი ცხოვრები და არა საკუთარი ცხოვრებით. ასე რომ ყველას უნდა ქონდეს თავისი ცხოვრება და შეეშვას სხვების ცხოვრებას და არ მისცეს ლეგიტიმაცია სახელმწიფოს, რომ ადამიანების პირაცივსეში ჩაერიოს და ამით აშანტაჟოს და აკონტროლოს. რა თქმა უნდა და იმ ადამიანების გასაგონად, ვინც ფიქრობს, რომ მსგავსი თემები დაშანტაჟება შეიძლება ადამიანების, პასუხი არის სწორედ ის, რაც ეხლა თქვა პირდაპირ ეთერში ანა ნაცვლიშვილმა, სხვათა ცხოვრება, დადგება დრო და თქვენ ყველანი წახვალთ ციხეში და დაისჯებით უმკაცრესად, ვინც იღებდა პირადი ცხოვრების სამსახურ ფირებს, ვინც ინახავდა ამ ფირებს, ვინც ამონტაჟებდა და დღეს ვინც ცდილობს, რომ ეს ყველაფერი საჯარო გახადოს. თქვენ დაუსჯელები არ დარჩებით, ამის პირობას ერთ-ერთი ადამიანი ვინც გაძლევ თუ არ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. მადლობა.
ანა ნაცვლიშვილს ვემშვიდობები, ახლა კი ელისო კილაძესთან გადავდივარ. შეკითხვით თქვენ იყავით პირველი ერისო, რომელმაც დაანონსა, რომ შემდეგ ფირებს ჟურნალისტებზე გამოაქვეყნებდნენ. საიდან გქონდათ ეს ინფორმაცია და რა ხდება რა არის ეს? რა ინფორმაციული ნაკადია? მე გუში როცა ვფიქრობდი, ვიდრე ჯერ ეს მუხარა წამოვიდოდა სხვებზე და მათ შორის ჩემზეც, გამახსენდა თქვენი ერთ-ერთი გაჟღერებული ინფორმაცია, როგორ მოგიტანეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და ფლეშკით როგორ გაჩვენეს, რომ არსებობდა ეს კადრები. ალბათ ეს ყველაფერი არ არის შემთხვევითი. ვიღაცამ ჩაისუნთქა, დაგეგმა, დაიწყო და ცდილობს რომ განახორციელოს. საიდან გქონდათ ეს? მოგესალმებით. მე შევეცდები რომ შენს ეთერში დღეს ვიყო ძალიან კონკრეტული და მე დაგისახელებთ კონკრეტულ სახელებს და გვარებს. პირველი ის რომ დიახ ქრონიკა პლუსის წინააღმდეგ იგეგმებოდა ძალიან მძიმე და ბინძური პროვოკაცია, როცა ერთ-ერთმა მოქალაქე გელა ღურწკაიამ, რომელიც ახლა დაკავებულია, მოიტანა ჩვენს რედაქციაში პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი. იმ შემთხვევაში თუ ამ ფირს ჩვენ ან დავიტოვებდით, ან ვნახავდით, მე ვფიქრობ, რომ მისი ინტერნეტ სივრცეში გავრცელება იგეგმებოდა და ჩვენ აღმოჩნდებოდით ბევრად უფრო რთულ სიტუაციაში, ვიდრე დღეს არის მედია პალიტრა, რომელმაც მხოლოდ ლინკი და ინფორმაცია გაავრცელა მომდევნო ფირთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მე დავიწყებ, ბუნებრივია, ჩვენ წავედით პროკურატურაში, პროკურატურამ ერთი თვის განმავლობაში არ ვიცი რა სამუშაო, მაგრამ რეალურად ეს პიროვნება დააკავეს ჩემს, ეჭვებს ბუნებრივია იწვევს ის ფაქტი, რომ ამ ფაქტის და ამ დანაშაულის გახსნის თაობაზე არც ერთი საჯარო განცხადება ოფიციალური უწყებების მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა. ჩვენ არ ვიცით რა სტადიაშია გამოძიება და დაასახელა თუ არა გელა ღურწკაიამ ის პირები, ვინც იყვნენ მისი თანამზრახველები. ის იყო მხოლოდ კურიერი ჩემის ხმასწმენით და ბუნებრივია პროკურატურას ძალიან მარტივად შეუძლია დაადგინოს იმ პირთაცრე, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა. ამის შემდეგ მე ჩავატარე ბრიფინგი, იმიტომ რომ მივიღე გარკვეული ტიპის ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებაში არსებულ გარკვეულ ჯგუფზე, რომელიც გეგმავდა განსხვავებული აზროვნების ადამიანების, პოლიტიკოსების, მათ შორის ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ფირების გამოქვეყნებას. დასახელებული იყო შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების გვარები. და რა მოხდა ამის შემდეგ? გაზეთის რედაქტორი აკეთებს განცხადებას, ატარებს პრესკონფერენციას, ეს მასალები გადაიცემა ეთერში და საქართველოს მთავარი პროკურატურის რეაქცია გახლავთ ნული. ამ დრომდე მე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაბარებული არ ყოფილა. არ დაუკითხი ხარ? არა, ამ პრესკონფერენციის შემდეგ მე დაკითხული არა ვარ და არც ერთი ინფორმაცია მათ ჩემგან არ მიუღიათ. მეცაც გეტყვით 1 მარტს და ეს ჩემს Facebook გვერდზე ნათლად ჩანს, მე გამოვაქვეყნე იმ Facebook გვერდის ფოტო, საიდანაც ასევე მთავაზობდნენ ამჯერად უკვე ჟურნალისტ და პირადი ცხოვრების ამსახველ ფირებს. იქ დასახელებული იყო კონკრეტული გვარები და სახელები. არც ამ განცხადების შემდეგ არანაირი რეაქცია ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა. მე მაქვს ეს მიმოწერა, ძალიან მარტივი იყო დადგენა, სად შეიქმნა Facebook-ის ეს გვერდი და ძალიან მარტივი იყო ასევე იმ პიროვნებების დაკავება. და რა ხდება მაშინ? რა ხდება გეტყვით მე? დასადგენია, ანუ რასთან გვაქვს? რასთან მე შემიძლია კონკრეტულად ჩემთან დაკავშირებით გითხრათ, წელიწადზე მეტია მე, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები, ჩემი შვილები ვიმყოფებით მორალურ და ფსიქოლოგიურ ტერორში. სხვადასხვა კონტროლირებადი მედია საშუალებებით ვრცელდება სრულიად ამაზრზენი ინფორმაციები, მოგონილი ინფორმაციები ჩემ შესახებ და ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილი, სიმამრი თამაზაშვილი. წაიკითხეთ ასავალ-დასავლოში გამოქვეყნებული მისი ღია წერილი, სადაც ის მე ღიად მემუქრება, რომ დიახ თქვენზეც არსებობს კომპრომატები. ჩემი პასუხი იყო ძალიან ცალსახა, არანაირი კომპრომატები ჩემზე არ არსებობს და მე ამ კომპრომატების გამოქვეყნების მუხარის არ მეშინია. და რა მოყვა ამას? ამას მოყვა ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი ზაზა დავითაიას მიერ Facebook-ში გამოქვეყნებული ანალოგიური სტატუსი და შანტაჟი და მუხარა სწორედ ჩემი პირადი რაღაც ფოტოების და ფირების გამოქვეყნების თაობაზე, თუმცა მას შემდეგ რაც მე პროკურატურას მივმართე, გამოძიება არ დაიწყო იმის გამო, რომ მათ ეს უარყვეს. არსებობს ასეთი საინფორმაციო სააგენტო მარშალ პრესი, სადაც სისტემატურად ხორციელდება ანალოგიური ტიპის ძალიან ბინძური მასალების გამოქვეყნება, მათ შორის იმ პირების წინააღმდეგ, რომელიც დაანონსებულია დღევანდელ გავრცელებულ ვიდეო მასალაში. ეს არ არის მარტივი რამე, ეს არის ამაზრზენი დანაშაული და მე ვფიქრობ, რომ დადგა დრო, როცა ჩვენ ღიად უნდა ვილაპარაკოთ ამ საკითხებზე. არა, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. მე ვფიქრობ, რომ ჯირკვებში კი არ უნდა ჩავჯდეთ. აი ესე ჩვეულებრივი. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება და გეგმა, რომ ვიღაც პოლიტიკოსებზე მოუნდათ ეხლა და გაავრცელებენ ან არ გაავრცელებენ ვიდეო მასალებს. ეს არის ქვეყნის არევის გეგმა. პირდაპირ კავშირშია ეს იმ საკონსტიტუციო სარჩელთან, რომელიც შეატანინეს ეგრეთ წოდებულ მაცაცოს, გიორგი ჩხარტიშვილი, გიორგი ტატიშვილი, გიორგი ოქროპირიძე, სამი გვარი აქვს ამ პიროვნებას და იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყებოდა ერთსქესიანთა ქორწინების და კანონების პროცესი, ქვეყანაში დაიწყებოდა არეულობა და ამ ფონზე შემოდიოდა. ანუ ამ კანონთან ბმაში შეიძლება იყოს. აი ვიღაცა ციციკორეები,
მაქვს თუ არ მაქვს ამით უნდა მაშანტაჟებდნენ გეტყვით ინგა და ამ ფონზე უნდა შემოსულიყო ახალი პოლიტიკური ძალა ოჯახის სიწმინდის დაცვის ეგიდით და ეს იქნებოდა ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური ძალა. მე ვიცი რატომ ჩაიშალა ეს გეგმა, მადლობა უბრალოდ დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომლებიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამ პროცესში, რომ პროცესები ამ სცენარით არ წავიდა. და რა კი არ წავიდა ამ სცენარით, წავიდა შემდეგი სცენარით. მე მინდა მივმართო თქვენი ეთერით საქართველოს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს. ჩამოიღეთ თაროდან ის აუდიო ჩანაწერები, რომელიც მე თქვენთან 2 წლის წინ მოვიტანე, მაშინ შოთაძე არ იყო მთავარი პროკურორი. ეს არის აუდიო ჩანაწერები, სადაც ერთი კონკრეტული ოფისის, ლევან ჩიტაძის ოფისის თანამშრომლები ადასტურებენ იმას, რომ გიორგი ფარესიშვილის ვიდეო მასალის ატვირთვა მოხდა ამ ოფისიდან და რეალურად იქ არის დასახელებული რამდენიმე გვარი. დასახელებულია თამაზ თამაზაშვილი, დასახელებულია კოკა ყანდიაშვილი და ასე შემდეგ. გამოძიების ნაცვლად იცით რა მოხდა? მოხდა ის, რომ ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გოჩა ნაჭყებია, ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი წაიყვანეს და ლადო ბედუკაძე საინფორმაციო სააგენტო თბილისი 24-ის მთავარ რედაქტორად დანიშნეს და მისცეს მას ის გააჩუმეს. ლევან ჩიტაძეს წაიყვანეს, ჩამოაშორეს ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას და ეკაბესელიას კომიტეტში მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. დარჩა 2 მოწმე, აქედან მე ორი მათგანი ვიცი რომ არაპირებს თავისი ჩვენებების შეცვლას და ეს იყო მიზანმიმართული პროცესი ასევე, რომ არ გამოძიებულიყო ის საქმე, რომელიც თავის დროზე პირდაპირ გეუბნებით თამაზაშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის, ვიად ჯანყარაშვილის და სხვების ძალისხმევით დააბრალეს შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელ მოადგილეს გელახვედელიძეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ჯგუფს სრული კონტროლი მოეპოვებინა შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ამასთანავე ერთი რამ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ მე ძალიან მინდა რომ ვიყო ობიექტური, დღეს სუსის უფროსი საქართველოს ხელისუფლებაში არის პირი, რომელიც ყუთში მუშაობდა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, რომელმაც ასევე გადაიღო დღევანდელი მოქმედი თანამდებობის პირების, პირადი ცხოვრების პირები და მასში მიიღო ძალიან სოლიდური პრემია ახალაიას უწყებაში. გამოიძიეთ, გაიღვიძეთ, იმიტომ რომ ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ძალიან მძიმე პროვოკაცია და მე ვფიქრობ, რომ ამოცანა საბოლოო ჯამში გახლავთ ის, რომ ჩვენ მშვიდობიანი გზით არ მივიდეთ არჩევნებამდე. რუსული გავლენების ძალიან რთული იქნება ეს კომპრომატების ბრძოლა და პირდაპირ თუ არჩევნების წინ ამ რეჟიმი წავიდნენ დაუშვათ. ქვეყნის სპეცსამსახურმა უნდა გაიღვიძოს და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებმა ამ ქვეყანაში და საზოგადოებამ უნდა უთხრას არა რუსულ პოლიტიკას, რუსულ პოლიტიკურ ინტრიგებს და იმ თამაშებს, რომელიც დღეს არის დაწყებული ქვეყანაში. მადლობა დიდი, ძალიან დიდი მადლობა. წარმატება მინდა გისურვოთ. ეს იყო ელისო კილაძე, ახლა რამდენიმე წუთში ჩაგვერთვება ნინია კაკაბაძე და ირაკლი ტაბლიაშვილი, მანამდე კი ვთავ ზვია დევდარიანს, რომელიც ასევე გეგმავს პრეზიდენტთან შეხვედრას სხვა არასამთავრობოებთან ერთად სოროს ფონდიდანაა ეს ჩართვა სიდას ხელმძღვანელი. მადლობა ზვია, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეხლა გაქვთ შეხვედრა პრეზიდენტთან, რამდენადაც მე ვიცი, რას აპირებთ, რაიმე კონკრეტული ინიციატივა გსურთ რომ წამოაყენოთ თუ ეს იქნება უბრალოდ შეხვედრა თქვენს თანამოაზრესთან?